მოგესალმებით ყველას. დილამშვიდობის. სად მივდივარ იცით ახლა? მე თვითონაც არ მჯერა, მაგრამ აი ღმერთის წყალობით მე მგონი ბავშვობის ოცნება მიხდება. აი ძალიან რო დიდი ხანია ვოცნებობ და ერთი სული რომ მქონდა სრულწლოვანი როდის გავხდებოდი რომ ამ პროექტში მონაწილეობა მიმეღო რა. ეს არის შეფების ლიგა, კულინარიული პროექტი, სადაც გავაგზავნე განაცხადი და ეგრევე მეორე დღეს დამირეკეს და აი რომ მითხრეს ტელეკომპანია რუსთავი 2-დან გირეკავთო, შოკში ვიყავი. სამსახურში მივდიოდი და აი ისე გამიხარდა, ეგრევე დედაჩემს დაურეკე და დედაჩემს ვახარე ეს ამბავი. ესე იგი ხვალ დაბარებული ხართო გასაუბრებაზეო რა, მაგრამ მე რა იქნება ვინ იცის, ჯერ გაგესაუბრებიან და იმის მიხედვით გადაწყვეტენ რა, რამდენად გჭირდება ეს პროექტი და აი ძალიან მინდა ხო და ავიღე დასვენება სამსახურში და მოკლედ დღეს ვისვენებ რა და ეხლა უნდა გავიდე რუსთავი 2-ის შენობაში და მე უნივერსიტეტში გამოცდები მეწყება კი არა, გუშინ დავწერე ერთი გამოცდა და ხვალ დღეს, პარასკევამდე, პარასკევის ჩათვლით გამოცდები მაქვს რა. მეტროდან გადავწყვიტე ფეხით წავსულიყავი, იმიტომ რომ ახლოსაც არის და ფეხით სიარული მირჩევნია რა, ყველაფერს ვათვალიერებ, ქუჩებსაც ვისწავლი და ესე როცა ახლო მანძილზე მიწევს სიარული, ვამჯობინებ ხოლმე ყოველთვის ფეხით სიარულს, იმიტომ რომ კარგიც არის ჯანმრთელობისთვის, მიყვარს კიდევაც სეირნობა ფეხით სიარული და თან კიდევ რავი ათვალიერებ თბილისს და ნელ-ნელა სწავლობ სად რა არის. აი maps რო დაუჯერებ და maps რო გამოყვები, აი აქ მომიყვანა და პირდაპირ მიჩვენებს გზას, სადაც კორპუსები შენდება. ვერ არის ეს მაპი რა. გადაკეტილია გზა და ვაფშე მინგრეულ-მონგრეულია ყველაფერი და ალბათ ძველ გზას მიჩვენებს. ასე რომ ისევ მომიწევს ტაქსის გამოძახება და ტაქსით გასვლა. არასწორად მიჩვენებს გზას და რა გავაკეთო. გავიარე გასაუბრება ყველანაირი ნერვიულობის და დაძაბულობის გარეშე და ეხლა მივდივარ უნივერსიტეტში. 2 კვირის განმავლობაში დამიკავშირდებიან. მოკლედ გავიარე გასაუბრება. ბევრად უფრო ვრცლად მინდოდა მესაუბრა ჩემს შესახებ და სამზარეულოს ამბების შესახებ, მაგრამ რაც ვისაუბრე ძალიან საინტერესო იყო და ასე იგი 2 კვირის განმავლობაში დამიკავშირდებიან დადებითი ან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში რა. და იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა, რომ უფრო ვრცლად ვისაუბრო თვითონ გადაცემაში და ჩემი თავი გამოვაჩინო და აღმოვაჩინო. ძალიან საინტერესო იყო, ძალიან კარგი ხალხი დამხვდა. დაძაბული საერთოდ არ ვიყავი, მშვენივრად ვისაუბრე და რავი, იმედი მაქვს, რომ კარგი პასუხით დამიკავშირდებიან. მოვედი დაღლილი დაქანცული 2 გამოცდა დავწერე. რუსთავი 2-ში ვიყავი გასაუბრებაზე, ძალიან ბევრი ვიარე მოკლედ, თან გამოცდები ვწერე და დავიღალე. კიდევ კარგი რომ დღეს სამსახურში არ ვარ წასასვლელი. ხო და ეხლა უნდა გაჩვენოთ რა ვიყიდე ორნაბიჯში 9:75-ად. ეს არის 6 ცალი კუბკები, ჭურჭლის სარცხი 5+1. ნახდად არ მახსოვს რა ღირდა. ეს არის 3 ცალი ტილო. ეს ღირდა ლარი. ჭურჭლის სარეცხი სეტკა. მე მგონი ესეც ლარი ღირდა. ეს სოსისი იყო ასევე აქციაში, მოსახარში სოსისი. საოჯახო მოხარშულ შებოლილი სოსისი. ეს ღირდა 2.59. ძალიან მომეწონა ფასი და ვიყიდე.
2.59 იყო ეს აქციაში და პეპსი იყო დიდი 3.20 აქციაში. ხო და ესენი გამოვიყოლე მოკლედ 9.75-ად. დღეს კიდევ კარგი რომ არ მუშაობ, იმიტომ რომ ვიცოდი რომ გამოცდები მქონდა დასაწერი და გასასვლელი ვიყავი გასაუბრებაზე, ამიტომ დღეს ავიღე დასვენება. ხო და რავი, დილას წავედი, რომელზე წავედი, იცით? 12 საათზე წავედი. და ეხლა მოვედი 5 საათია უკვე. ეხლა საჭმელს შევჭამ, თან ტელეფონი მიჯდება როგორც ყოველთვის. ტელეფონის გარეშე მე არ შემიძლია ქუჩაში სიარული მოძრაობა. ის სამგზავრო ფასდაკლებად სტუდენტებს რაც ეკუთვნით, ტელეფონში მაქვს გაკეთებული. ბარათი რო დავადო ლარს მაჭრის და ტელეფონით რო გადავიხადო 21 მაჭრის მეტროშიც და ავტობუსებშიც. ხო და ეხლა საჭმელს რო შევჭამ, მე მინდა გავიდე სადგურის მოედანზე. ფეხსაცმლის ყიდვა მინდა და რავი, მეტი თუ რამე მომეწონა კიდე გამოვივლი და ვიყიდი, მაგრამ ფეხსაცმელი მინდა პირველ რიგში. და სხვა ვნახოთ რა იქნება. ესე იგი, რაზე მწყდება იცით გული? აი იმ გასაუბრებაზე ჩემი თავი ვერ გამოვაჩინე ისე როგორც მინდოდა რომ გამომეჩინა. ანუ ძალიან ბევრს ველაპარაკებოდი ჩემ თავს თუ რა უნდა მესაუბრა იქ რუსთავიორის შენობაში გასაუბრებაზე, მაგრამ ძალიან ისე უცებ კი მშვენივრად ვისაუბრე, არ ვიყავი ზოგადად მჩვევია მე სიმორცხვე და ეგეთ დროს ნერვიულობა და დაძაბულობა მჩვევია, მაგრამ არა, შევედი, კურტკა გავიძრე, დავდე დივანზე წამოვჯექი და რავი, კითხვებს მისვლავდნენ, ვპასუხობდი, ვისაუბრეთ, ფოტო გადამიღეს ბოლოს და ორი კვირის მანძილზე დაგიკავშირდებიან დადებითი ან უარყოფითი პასუხითო და მადლობაო და ნახვამდისო და მეთქი მადლობა თქვენთქო და წამოვედი. მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა, რომ ბევრად უფრო მეტი ვისაუბრო ჩემზე უკვე ტელეეკრანებში. ანუ ძალიან აი მართლა ეხა ამ თემაზე ვცლად მინდა საუბარი თუ რას ნიშნავს ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. ამ თემაზე მინდა ვისაუბრო ვცლად ცალკე ვიდეოში და აი ვერ წარმოიდგენთ როგორი ემოციებით წავედი გასაუბრებაზე და ვერ წარმოიდგენთ როგორი ბედნიერი მოვდიოდი, ვბრუნდებოდი უკან. მთელი დღეა ბედნიერი ვარ და მთელი დღეა ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ღმერთს ხოვრო გამოვიდეს ეს საქმეც და აი ვფიქრობ, რომ ეს თუ მოხდა, ეს ამბავი თუ გამოვიდა, ძალიან ბევრი რაღაც შეიცვლება ჩემს ცხოვრებაში უკეთესობისკენ და აი დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საქმეც გამოვა. მაგრამ გული მწყდება იმაზე, რომ აი თქვათ და რომ დამირეკონ და რომ მითხრან სამწუხაროდ თქვენ ვერ მოხვდითო ესე ვთქვათ კასტინგზე თუ რაც არის. ეგ რომ მითხრან, გული დამწყდება უბრალოდ იმაზე, რომ უფრო მეტი არ ვისაუბრე ჩემს შესახებ და უფრო მეტი ინფორმაცია არ დაუტოვე იმ ადამიანებს ჩემს შესახებ, მაგრამ რაც ვისაუბრე, ძალიან საინტერესოდ ვისაუბრე, ძალიან გასაგებად ვისაუბრე და რა ვიცი, მე მგონი მოვეწონეს. ასე რომ, რა ვიცი, დაველოდოთ შედეგს რა იქნება. რატომღაც ეს ყველაფერი ისე უცებ მოხდა, რომ მგონია, რომ ჩემ ბედზე მოხდა რა. იმიტომ რომ ნახეთ, აი წინაზე გავაგზავნე MasterChef-ში განაცხადი. მაგრამ MasterChef-ში ითხოვდნენ ბევრად უფრო მეტს, ანუ ინფორმაციას წერდიან, მოგვიყევით თქვენს შესახებ. გარდა სახელის, გვარისა, ტელეფონის ნომრისა და ეგეთი რაღაცებისა, წერდი მოგვიყევით თქვენს შესახებ და ანუ წერდი სამოტივაციო წერილის მსგავს აგზავნიდი რა და მაგ წერილების მიხედვით
მაგ წერილების მიხედვით, რა ვიცი, ვისი წერილიც უფრო საინტერესო იქნებოდა, იმათ უკავშირდებოდნენ და მე MasterChef-დან არ დამიკავშირდნენ, MasterChef-ი უკვე დაწყებულია. და აი უცებ ერთ საღამოს TikTok-ს ვსკროლავ და შემხვდა TikTok-ზე ვიდეო, ესე ვთქვათ, შეფი ამზადებს საჭმელებს რა. სხვადასხვა კერძებს ამზადებს შეფი და აი ამ დროს უცებ მომიარა თავში, რომ უცებ გამახსენდა, რომ MasterChef-ში განაცხადი გავაგზავნე და არ დამირეკეს, შევედი Facebook-ში და ვნახე შეფების ლიგა. და გამიმართლა იმაში, რომ ზუსტად იმ პერიოდში შევედი მაგათ Facebook გვერდზე, როცა მიღება იყო რა. როცა მონაწილეების შერჩევა იყო დაწყებული. ხო და გავაგზავნე განაცხადი. მეორე დღეს სამსახურში მივდივარ და გზაში მირეკავს უცხო ნომერი. ხო და მე გარდა მაგისა კიდე ერთ-ორ ადგილას ვაკანსიაზე გავაგზავნე ჩემი მობილურის ნომერი რა სამსახურთან დაკავშირებით. ხო და ეხლა ვერ წარმოვიდგენდი თუ რუსთავი 2-დან დამიკავშირდებოდნენ და რო ვუპასუხე და ბაჩოკობულიას ვესაუბრებითო, კითხო და რუსთავი 2-დან გიკავშირდებითო და ამ დროს რო გამიბრწყინდა თვალები, აი გასაუბრებაზე გვინდაო, რომ დაგიბაროთო შეფების ლიგის გასაუბრებაზეო და ხვალ თუ გცალიათ პირველი საათისთვისო და კი ბატონო მეთქი პირველიდან 2-მდე ხვალ მოვალთქო და აი ამ დროს როგორი ბედნიერი მივდივარ სამსახურში. პირველ რიგში დედაჩემს დაურეკე, დედაჩემს ვახარე ეს ამბავი და ძალიან გაუხარდა და აი ისე დავამთავრე სამუშაო საათები, რომ დაღლა და არაფერი არ მიგზნია, იმიტომ რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ დამირეკეს და დამიბარეს გასაუბრებაზე. დღეს ხო ვაფშე უბედნიერესი ვიყავი და იმედი მაქვს, რომ აი რო ბრუნდებოდი გასაუბრების შემდეგ უნივერსიტეტში რომ მივდიოდი, აი გზაში წარმოვიდგენდი როგორ მირეკავენ და როგორ მეუბნებიან, რომ თქვენ აყვანილი ხართ გადაცემაში, პროექტის მონაწილე ხართ. აი ეგ პროცესი რო წარმოვიდგინე და უბრალოდ მეტირებოდა რა, იმდენად ბედნიერი ვიყავი და აი ღმერთს ვთხოვ, რომ ეს ამბავიც გამოვიდოდეს რა და მართლა ეს იქნება სასწაული. 2024 წელში ხო ძალიან ბევრი რამ შეიცვალა ჩემი ცხოვრებისკენ, ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ. 2025 ხო ვაფშე საოცრება უნდა იყოს. აი ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემს თავში ვიპოვო სხვადასხვა ნიჭი, სხვადასხვა შესაძლებლობები და აი ეს ამ პროექტში რომ მიმიღონ. ამ პროექტში მონაწილეობის მიღება ჩემთვის იქნება ამ ეტაპისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება. იმიტომ რომ ჩემი, რავი, ბავშვობის კი არა, მთელი ცხოვრების ოცნებას ავიხდენ თუ მიმიღებენ ამ პროექტში და მერე ვნახოთ ჩემს შესაძლებლობებს როგორ გამოვავლენ, მთავარია რომ მიმიღონ და თუ არ გამოვა ეს ამბავი კიდე არა უშავს. კი გული დამწყდება, მაგრამ ცხოვრება წინ მაქვს და იქნება კიდევ მსგავსი შესაძლებლობები. წავედი ახლა ვჭამო და მერე გავდივარ ისევ როგორც გითხარით ფეხსაცმელი უნდა ვიყიდო.